შენიღბული მამაკაცი შავებში გივი მუქერია. კარლო კალაძის დაჯგუფების წევრი სამტრედიიდან. ეს კადრები ტელეპიროლმა ჯერ კიდევ 2021 წელს ოქტომბერში გადაიღო. მაშინ, როდესაც გივი მუქერია თავისუფალ ტელევიზიებს თავს ესხმოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ცნობილი ტიტუშკა სამტრედიიდან ყოველთვის იქ იყო, სადაც ქართულ ოცნებას ჭირდებოდა. კამერების წინ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც სამტრედიაში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იყო დასარბევი. ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმა სამტრედიაში მუქერიას ლიდერობით და კარლო კალაძის ორგანიზებით მიმდინარეობდა. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ ქართული ოცნების სტაჟიანი ტიტუშკა საქართველოდან გაიქცა. ამერიკაში ჩავიდა და ახლა შტატებს სავარაუდოდ პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს. გივი მუქერიას ვეძებ. მუქერია ამერიკაშია. აი, დასული ამდენია. არჩევნების მერე წავიდა, ხო? არჩევნების მერე წავიდა. რატო რა არ მოეწონა? მაგის მოყვანილი არ იყო ქართული ოცნება? რა არ მოეწონა, რა დაუწუნა? აი, იქიდანაც მაგას უჭერს. ზონდერი იყო ქართული ოცნების ფაქტიურად. გასაქცევად ხონდა საქმე? გივი მუქერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით ჯერ მარტო გაიქცა. ამერიკა მექსიკის საზღვარზე თვეობით მოუწია ციხეში ყოფნა. გივის ვეძებ მუქერიას? სად არის? როდის წავიდა? ხო. ეგ მექსიკის წავიდა, ხო? გაუჭირდა ალბათ გადასვლა. რა დაუჭირდა? აი, არ ვიცი, რა ვიჟდა რა, ხან მაგაზე უკვე აწეცილი იყო და ნერვებზე. რა ორას ამბობდა? იქალი მომიწევა, ჩვენში კავშირდება. ქართული ოცნების ტიტუშკა, რომელიც ახლა სავარაუდოდ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლად მუშაობს. საინტერესოა, როგორ ცდილობს დაუმტკიცოს საემიგრაციო სამსახურს, რომ საკუთარი ქვეყნიდან იდევნება მაშინ, როცა საკუთარი ხელისუფლების მიერ მოწყობილი და დაორგანიზებული არაერთი ძალადობის ლიდერი და მონაწილე თავად მუქერიაა. რატო გადაწყვიტა გასვლა? ქართული ოცნების დასაყრდენი იყო სამტრედიაში და ყველამ კარგად იცით, როგორ იყენებდა ქართული ოცნება ამ ადამიანს. რატო გაიქცა? ქართული ოცნების სტაჟიანი ტიტუშკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მარტო არ გაქცეულა. მუქერიამ ასევე მექსიკის უდაბნოს გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანა ცოლი და არასრულწლოვანი შვილიც. იძებნება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ ყვება ოცნების თავდამსხმელის მეუღლე ირმა ქიმუცაძე იმ რთული გზის შესახებ, რომელიც ამერიკაში ჩასვლამდე გაიარა. ამერიკაში რამდენი ხანია? მალე წავიდა, მერე წელი 2 წელი ასე. მექსიკით წავიდა, ხო? და რაში დაჭირდა ამერიკაში გაქცევა? ვის? გივის. რა ამერიკაში არ არის? მაგრამ ქართული ოცნების ზონდერი იყო და ხელისუფლებაში მოეყვანა ქართული ოცნება. კარლო კალაძის დასაყრდენი იყო სამტრედიაში. ქართული ოცნების ცნობილ ზონდერს შაბათის ეთერი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ დაუმტკიცებს ის შტატების საემიგრაციო სამსახურს, რომ საკუთარ ქვეყანაში იდევნება, რადგან არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ის ხელისუფლების სანდო კადრი იყო და სავარაუდოდ მათი დავალებით სცემდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. გარეწრების ტელევიზია ხართ, მალე დამთავრდებით, სულ ცოტა ხანი დაგჭათ. კახი კალაძის მშობლიური ქალაქიდან ტიტუშკა მუქერია ქართული ოცნების ერთადერთი მხარდამჭერი არ არის, ვინც მექსიკის გავლით ამერიკაში გაიქცა. ქვეყანა დატოვა ოლიგარქის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრმა დავით თოდუამაც. ეგ ხო ქართული ოცნების ახალგაზრდულში იყო? კი. ბევრი წელი, ხო? მე მგონი, ხო, რა ვიცი, სულ მასო ხედავდა ალბათ, ხო? კი, პლაკატები თემები და ქართული. მე წევიდა ხო, ალბათ უნდა წასული რა ვიცი, ახალგაზრდა. ვიზა რა ქა რა უნდა გააკეთოს.
ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრი სალომე ჯულაყიძე გვიდასტურებს, რომ დათუჩა თოდუა მისი თანამოაზრე და პარტიის აქტივისტი იყო. მოგვიანებით ის ქართულმა ოცნებამ სამტრედიის გამგეობაში დაასაქმა. თუმცა, ახალგაზრდა კაცი სამტრედიიდან მალე გაიქცა და შტატებში მექსიკის გავლით პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მექსიკის წავიდა, ხო? კითხავს იყო ციხეში გადასასვლელი. არა, მაგრად გაუმართლა, მალევე გამოვიდა. პოლიტიკური გააკეთა? როგორ გაუმართლა? ხო? თოდუა შტატებში როგორც ქართული ოცნების საჯარო მოხელე, ისე გაიქცა. მას გამგეობაში ღონისძიებების დაორგანიზება ევალებოდა. თუმცა ახლა მის სოციალურ ქსელში გვხვდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ესწრება. თოდუას საემიგრაციო სამსახურში სავარაუდოდ გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო. თუმცა სამტრედიაში გვიმტკიცებენ, რომ ოცნების სტაჟიანი მხარდამჭერი ამერიკაში წასვლამდე ოცნებას გაემიჯნა. ეხლა რატო შეიცვალა ეს პოლიტიკური კურსი? იმიტომ არ მოწონდა და რაღაც არ მოწონდა, მაგალითად ახლა კალაძის თემაც არ მოწონდა რაღაცეები. განსხვავებული აზრი, თოდუასათვის რეპრესიების მიზეზი არ ყოფილა. მისი ოჯახის წევრები ამ დრომდე საჯარო სამსახურში მუშაობენ და საბავშვო ბაღის სამეურნეო საწყობის გამგეა. ამბობს, რომ მისი საჯარო მოხელე ძმა ამერიკაში პირადი გადაწყვეტილებით წავიდა. რთულად მოუწია გადასვლა თუ არა, ეს მაინტერესებს. მექსიკით რო წავიდა, ვიცი. თვითონ ესე გადაწყვიტა, ხო, წასვლა ქავიტონო ინდირა? კი, გადაწყვიტა. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ეგ გამგეობაში მუშაობდა და რავი, ნორმალური ხელფასი ჰქონდა, როგორც რიგი საჯარო მოხელეს და რატომ გადაწყვიტა საერთოდ ამერიკაში წასვლა? სწავლარი იყო და მის გადაწყვეტილება იყო და მას როგორაც უწოდა, ისე გადაწყვიტა და ჩვენ არ შევწინააღმდეგებია. სხვა შორს მე მახსოვს, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული სწავლიც იყო ის. დგინდება, რომ სამტრედიაში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა სრულიად ჩამოშლილია. ფასადური შეკრებები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ცენტრიდან რეკავენ და ადამიანები ძალით ოცნების ყრილობებზე მიყავთ. ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ რაიონში ყველაფერი შინაურობით წყდება და დანაპირები, რის გამოც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოიყვანეს, აღარავის ახსოვს. ახალგაზრდების ცხოვრება ძალიან ისეთ თემაა და მაგეთ აქ გითხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება ალბათ და სამტრედია წინ წავა და მოგექცევათ ყურადღება ახალგაზრდებს. გაკეთდა რაც და გაგინაურობა იყო მარტო ხოლმე. ის იმის ნათესავე, ის იმის ნათესავე, ის დავრბოდით არაფერი და ხალხი იჭდა და ისე ერიცხებდა ხელფასები. რატომ წახვედით ამერიკაში, ბატონო ვალერი? სამკურნალო ჩემოგარა. ეს უკვე სამტრედიის ორგზის მერი ვალერიანე ფოცხვერია. ამერიკაში 2 თვის წინ წავიდა. ოფიციალური ვერსიით ფოცხვერია ახლა მკურნალობს. თუმცა, შაბათის ეთერის ინფორმაციით ის ბრუკლინში, ხეტყის საამქროში მუშაობს. საკრებულოში რა ხდება? შეგიჩერდათ უფლებამოვალეობა? არა, ბიულეტინი დავწერე და შეწამლობა დავწერე და შემდეგ აქ კურნალობა რომ დავჭირდა, მე ბიულეტინი. სამტრედიის ყოფილმა მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედმა მოადგილემ ჯერ შვებულება დაწერა. შემდეგ ამერიკაში ჩასულმა სამსახურს ბიულეტენი გამოუგზავნა. აი ამ ხელა პოლიტიკოსი კაცი ხეტყის საამქროში რას გააკეთებს? რომ იმუშაოს, ჯერჯერობით არ ვიცი. იქ არის როგორც ვიცი, მის მაგაც. ის ადრე პოლიტიკაში იყო თავიდან ეგრე 90-იან წლებიდან და მე კახიანი, ხო, მე იქ მოხდა ისე რომ წევიდა საქართველოსდან. მე ეწყო ხის საამქროში არის კომპიუტერზე ახლა ყველაფერი. იქ არის მუშები რაღაცა და ჩემი მას უთხრა რომ თუ გაჩერდები ჩემთან შენ იქნები კომპიუტერებთან რა მართვა უნდა იმას. თელმა სამტრედია მიცის, რომ ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი თანამშრომელი ამერიკაში პოლიტიკიდან მისმა გაწევამ წაიყვანა. რაიონში არ დადის ადამიანი, რომელმაც კარლო კალაძისა და ვალერიანე ფოცხვერიას დაპირისპირებაზე არ იცოდეს. ყოფილი მერი ბრუკლინის ხის საამქროში სამუშაოდ თელმა ეწერმა გააცილა. ჩამოაქვეითი. მაგისთან აბიჭი ქვეყანაზე არ დადიოდა და მაგან არ შეჭამა არაფერი, თორა სხვა ყველაფერი შეჭამა. მაგ იყო ერთადერთი ჯვირფასი, მაგრამ რა ვიცი რა. ასეთი ხალხი არ უნდა. ზედაც სული ყონდა ხა სასიკლავდა ხანი თავს. დაპირისპირება ქონდაო? არ ვიცი, ვერ მოგატყდა. კარლო კალაძესთან გავიგეთ. მე მგონი კი. მაიკი გამოვარდა ხმა. რაღაც պես რომ კალაძესთან, მაგრამ ამდენი არ ვიცი. რა ვერ გაიგო? პატიოსან ადამიანთან. არ შეასრულა მისი დავალება და აგიყო მთლად.
სამტრედიიდან ამერიკაშია წასული ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი ლაშა რუსია და ქართული ოცნების მერის ყოფილი თანაშემწე ანზორ ბუაძეც. ამერიკაში მირბის ხალხი, ვისი წყალობითაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. ტიტუშკები, აქტივისტები, საჯარო მოხელეები, ხალხი, რომელზეც ქართული ოცნება იდგა. უნდა იცოდეთ ყველა საქართველოს მოქალაქემ არ დაუფასდებათ არავის ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭობა და ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მსახურება არ დაუფასდება. იქნება რაღაც გარკვეული პერიოდი, ამათ გაწევენ გვერდზე საერთოდ წყალში ჩაუყრიან იმ ცუდ შრომას, ცუდი შრომა არის, ხო? ან ცუდ შრომას წყალში ჩაუყრიან და მაინც თუ ასეთი ქვეყანა უნდათ მათ არც ამ ქვეყანაში მაინც მოუხდებათ ისე რომ ეძებონ სხვაგან ცხოვრების უფრო კარგი პირობები და მოუწევთ მაინც წასვლა. ხალხისგან დაცლილ სამტრედიაში პირად საუბრებში ყვებიან, რომ ყველაფერს არაფორმალურად კარლო კალაძე აკონტროლებს. ამიტომ კახა კალაძის მამასთან იმის დასადგენად მივდივართ, დარჩნენ თუ არა სამტრედიის ქართულ ოცნებაში საკმარისი რაოდენობის ტიტუშკები და საჯარო მოხელეები. სამხედრო ლენჯაშვილი ვარ ტევ-პირველიდან და საუბარი მინდოდა ბატონ კარლოსთან. თქვენი სახელდაგვარი? გიგა ვარჩაჩუ. კარლო კალაძესთან, კახა კალაძის ნათლული და ქართული ოცნების კიდევ ერთი, ეგრეთ წოდებული საყრდენი ძალა, გიგა ჩაჩუადა გვხვდა. გიგა 2021 წლის კადრებში. გივი მუქერიასთან ერთად უსწორდებოდა ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ის ახლა სამტრედიის მერიის აიპის თანამშრომელი და საჯარო მოხელეა. გული შეგტყივა სამტრედიაში ქართული ოცნება რო გაიწევს. მე მოგვედი ჩამოდინო მოგვეხმარე. ყველა ამერიკაში წავიდა მექსიკიდან. 10 არჩევნები მოვიგეთ და კიდევ მე-11-ესაც მოვიგეთ. მაჟორიტარიც წავიდა რუსია, ტიტუშკა წავიდა ბატონი გივი. ამიშვი აღლა. დათუჩა წავიდა ახალგაზრდულის. კარგია. ვინმე დარჩა სამტრედიაში ბატონ გიგა? გიგა მთავარია გიგა. მე მყოლი. მე არ მინახავს მოყვარული კაცი ამკვარი. საქმენი შენი უხმაუროდ მაინც ხმაურობს. სამტრედია იცლება, ხალხი ემიგრაციაში მიდის, ქვეყნიდან ტიტუშკებიც გარბიან. ამ დროს კი კახა კალაძის მშობლიურ ქალაქში სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად რაზე აღარ მიდიან. უკვე თვეები აქ კახა კალაძის ბარელიებს უყურებენ, სადაც მისთვის მიძღვრილი ლექსია ამოტვიფრული. თამთავარ გირეკავ სამტრედიიდან ვდგავარ თქვენი ლექსის წინ და ქეთს ვიხრით თქვენი ნიჭის წინაშე. დენაჩალეთ, დაიხარეთ, წარმატებები და კარგი. ქალბატონო შორენა, ინსპირაცია რა იყო ამ ულამაზესი ლექსის დაწერის? მე სამტრედიიდან ვარ წარმოშვები. დიახ. და ჩემი ფესვები არის სამტრედია. და დიდი სიყვარული, რომელიც გამაჩნია, ყველა ჩემი ძალა, ენერგია. აი რაც შემიძლია, მინდა რომ ამ ქალაქში ყველაფერი გავცავო და გავაკეთო. პოეტი შორენა გვიმტკიცებს, რომ შვილისთვის ლექსის მიძღვნა კარლო კალაძეს არ უთხოვია. ბანერზე კალაძის ფოტო საქართველოს ნაკრების მაისურში მან თავად აარჩია. დიზაინი მხატვარმა კი ქართული ოცნების ფერებში გადაწყვიტა. პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, ქალბატონი თამთავრობ. დიახ, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. არავის არ ვაფასებ, პოლიტიკის გამო არავისთან სიახლოვე არ მინდა, მხოლოდ ის ადამიანები, რასაც ქვია, თავისი შრომით, პატრიოტებით მიღწეული იქნება ეს სხვადასხვა სფეროს ყველას ჩემ პატივს. მანამდე ქალაქის შემოსასვლელთან ამბობს, რომ საკუთარი სახსრებით ბურთის ძეგლიც დადგა. კალაძე მისი სუსტი წერტელია, მაგრამ პასუხი არ აქვს კითხვაზე. დაუწერდა თუ არა ლექს ცენტრალური ქუჩის კედელზე კახას, თუ ის პოლიტიკაში არ იქნებოდა.